საქართველო გახდა პრეზიდენტი ქვეყანა ენერგეტიკული გაერთიანების, შესაბამისად აღნიშნული პრეზიდენტობის ფარგლებში ჩვენ დღეს ქალაქ-ვენაში უმასპინძლეთ ღონისძიება, სადაც საქართველოს მიეცა შესაძლებლობა წევრი ქვეყნებისთვის გაეცნო იმ პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც 2025 წლის განმავლობაში საქართველო გეგმავს. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის ენერგოუსაფრთხოება, ასევე ის საკანონმდებლო დაახლოება, რომელიც ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში და ასოცირების ფარგლებში, როგორც საქართველოს, ასევე წევრი ქვეყნებს აქვთ აღებული ვალდებულება, სადაც საქართველოს ფაქტიურად წარმოაჩენს როგორც ლიდერ ქვეყანას წევრი ქვეყნებს შორის. წელს საქართველოს პრეზიდენტობის დროს ასევე ღონისძიება აღნიშნავს 20 წლის იუბილეს დაარსების და ეს კიდევ უფრო მეტად ზრდის საქართველოს პასუხისმგებლობას აღნიშნული ორგანიზაციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების კუთხით.